კვახე პომიდრის მურაბა გაგიგიათ მეგობრებო? აი ახლა მაგას მოგიმზადებ და უყურეთ ბოლომდე, გეტყვი თავიდანვე გამოდის უგემრიელესი. ავიღოთ კვახე პომიდორი ცოტა მაგრები და დავჭრათ აი ესე როგორც მეჭრი ვიდეოში. ნახეთ, აი ერთ პომიდორთან უნდა გამოვიდეს 8 ნაჭერი. გადავიტანოთ ჯამში, დავუმატოთ 1 კილო პომიდორზე 1 კილო შაქარი. ვისაც არ აქვს გამოწერილი არხი, გამოიწერეთ. აი ესე დავუტოვოთ 8 საათ და პომიდორი გამოუშვებს თავის წვენს. მერე ავადუღოთ, ერთხელ გავაცვიოთ. ეხლა კიდევ ერთხელაც ავადუღოთ ხელმეორედ. ცოტა ხანი მოვხარშთ და მერე გავაცვიოთ და მესამედ რომ ავადუღებთ მეგობრებო, უნდა დავუმატოთ 1-4-5 ნაჭერი ლიმონი თხლად დაჭრილი, ცოტა ვანილი არომატისთვის და მურაბა მზად არის. აი როგორ უნდა მივხვდეთ რომ სიროპი მზად არის? აი ნახეთ ბუშტუკები როგორი პრიალა. ეგ ერთი მიზეზი რომ მზად არის. ეხლა გასწავლით სხვადასხვას. ან თევრზე დავაცხათ ცოტა, წაუსვათ თითი, თუ ესე გაშორებული დარჩა, არ მიეწება ერთმანეთს, მზად არის სიროპი. ან ბებია ჩემა როგორ მასწავლა, მასე თითზე დავაწვეთოთ, თუ ეს წვეთი აი ესე ლამაზად გაჩერდება თითზე, სიროპი მზად არის. თქვენ როგორ ამოწმებთ, დაწერეთ კომენტარებში. რაც ეხება პომიდრის მურაბას, სანამ ცხელია, უნდა გადავიტანოთ ქილაში და მოვხუფოთ. აუცილებლად მოამზადეთ, დარწმუნებული ვარ თქვენს კი მოგეწონებათ, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი გამოდის.